კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმს ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 12,000 ლარიანი გირაოს შეეფარდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ 15,000 ლარიანი გირაოს გამოყენებას დაცვის მხარე კი ლობჟანიძის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ცნობისთვის პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისტორიაში სუსხვა ფაქტობრივი გარემოებები დევს. სუსხვა მოცემულობებია. საქმეზე ჩატარებულია უამრავი ექსპერტიზა, მათ შორის სატელეფონო ჩემი შვილის ფონოსკოპიური ექსპერტიზები და იქ დადგენილია ის გარემოებები, ის იმ ექიმების დაუდევრობები და გულგრილი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ. საბოლოოდ განუსაზღვრა 12,000 ლარი, ასევე არ დააკმაყოფილა დამატებითი ღონისძიების სახით სამედიცინო საქმიანობის აკრძალვის შუამდგომლობა. ამ ნაწილში რა თქმა უნდა ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, გირაოს ნაწილში გავასაჩივრებთ. მის მიერ შერჩეული მკურნალობა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სფეროში საქართველოში მოქმედ გაიდლაინებს და სრულ შესაბამისობაში იყო პაციენტის იმ დროინდელ მდგომარეობასთან, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დასტურდება როგორც ლაბორატორიული კვლევით, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არის არაერთი გამოკითხვის ოქმი ამ დარგის სპეციალისტების, რომლებიც საწინააღმდეგოს მიუთითებენ და უმთავრესი, რა თქმა უნდა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელთაც პირდაპირ დასტურდება ის გარემოებები, რაც მითითებულია ბრალდების დადგენებაში. ბრალდებულიც მიუთითებს, რომ არ ჩატარებულა ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომ დადგენილი იყო კონკრეტულად რომელი ბაქტერიის მიმართ უნდა დანიშნული იყო შესაბამისი მედიკამენტი და მკურნალობა მედიკამენტის განსაზღვრა მოხდა ამ კვლევის ჩატარების გარეშე